ჩავიცვათ, იქნებ ჩრილდერის ტანსაცმლით წავიდეთ. ხო, კნოპა, რაღაც ლამაზი არ წამომიღე არაფერი. ჩრილდერის ტანსაცმლით მოგვიწევს წასვლა. მივდივართ. ტორტი უკვე მზად არის. ხო, ჩემი დიდი ბებიის რეცეპტით არის გაკეთებული. ხო, ტანსაცმელი ავარჩიეთ ახლა და არ ვიცით რა ჩავიცვათ, როგორ ვესტუმროთ. ხო, ესენი კარგია. ხო, ჩრილდერების ტანსაცმლით წავიდეთ. მინდა რომ იმ ბიჭს მოეწონოს ის ფაქტი, რომ მე ჩრილდერი ვარ. ნასწია, მართლა მოგწონს? გოგოებო, გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ შეყვარებულებს არ ვეძებთ, მეგობრებს ვეძებთ. ხო და თქვენ გონი ფეხბურთელები ყავთ. ფეხბურთელები ვარიანტები არიან. გოგოებო, მალე ჩვენს წონაში ამოწმებენ და იცოდეთ, ერთ-ერთ თქვენგანს მაინც თუ აქვს ოდნავ მომატებული, ხომ იცით რაც მოხდება. ბლონდი, ვისვენებთ და რამდენსაც გვინდა იმდენს ვჭამთ. უი, ბაყაყებო, გამარჯობა, რა სვამთ? ჩაის? იცით რა ბანი, ხო? და სად არის თქვენი ბაყაყებო, შეგერგოთ? როგორმე გადაიტანთ? მერიდან ნასწია, ტორტი სად არის? აქ. გოგოებო, ნახეთ რა ლამაზი ტორტი გვაქვს. დაგვიჭერით. ერთი ნაჭერი მაინც, გთხოვთ. ბაყაყებო, ამდენი სჭამა არ შეიძლება, უკვე დიდები ხართ. ეს ტორტი რაღაც საქმისთვის გვჭირდება, თქვენთვის არ გამოგვიცხვია. უმადური ხალხი. გოგოებო, მოდით დღეს მარწყვის ტორტი გამოვაცხოთ. გონი არ არის საჭირო, რაღაც უცნაურად იქცევიან. სად მიაქვთ ეს ტორტი? რაღაც მგონი უცნაურ სახლში. უნდა გავიგოთ რას გეგმავენ. ლუზერებო! რა? მე ლუზერი არ ვარ. აქ რატომ ხართ? აქ არ უნდა იყოთ. მიდით მალე ბანის გაყევით და ყველაფერი მოგვიყევით. კარგი. ბაყაყებო, არ დაგავიწყდეთ, მე ლუზერი არ ვარ. როგორ მაინტერესებს ეს კრევეტები რას ფიქრობენ? თავგადასავლებს ეძებენ. მაიკ, ასეთი ცოტა თინეიჯერი რატომ არის? მეგობრებო, დანარჩენები სად არიან? ბარჯიში არავის უნდა. არა, ჩვენ გვინდა მწვრთნელოები გვაჩვენეთ. კარგი, დღეს ვიცეკვებთ, მაიკ? აქ ვარ. მზად ხართ? 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 პიცა ჩვენ მუშაობთ. რა, არ არიან კლიენტები ჯერ შეგიძლია იცეკვო. 4 5 6 7 8 გაიმეორეთ მალე. გოგოებო, ახლა მივალთ, დავაკაკუნებთ, გავიღიმებთ და ვეტყვით. გამარჯობა, ჩვენ თქვენი მეზობლები ვართ და თქვენ ტორტი გამოგიცხეთ. ჩვენ გამოვაცხეთ ყველამ ერთად. არა, მე და ნასწიამ გამოვაცხეთ. გოგოებო, მნიშვნელობა არ აქვს ვინ გამოაცხო. მთავარია რომ ერთად მოვიფიქრეთ ყველამ. კარგი, ახლა გავიცნობთ ჩვენს ახალ მეგობრებს. ხო, იმედი მაქვს, კარგად მიგვიღებენ. იცით რა ეს მაგარია, მაგრამ ჯაშუშობანას რატომ თამაშობთ? იმიტომ რომ ბაყაყებმა მოგთხოვეს. არაფერი, უბრალოდ უნდა გავიგოთ ეს ტორტი რას ნიშნავს. აქ ცეკვებიცა. აი, ჩვენ ფრთები გვინდა. 3 4 5 6 7 8 პიცა გეყოს ცეკვა ვერ გაიგონებ, ფრთები უნდა გააკეთო. კარგი. მწვრთნელოები, კალთბურთელები არიან, აქ იქნებ უკითხოთ ბანი სად არის? გოგოებო, იცეკვეთ. არა, მასწავლებელო მაიკ, სამართალი გჭირდება, ჩვენ სულელები ხომ არ ვართ აქ რომ ვართ. კარგი, ერთი წუთით შესვენება გეკუთვნით, კალათბურთელებო. გამარჯობა ტრენეროები. ბიჭებო, ეს გამარჯობა მწვრთნელოები რა არის? ბანი სად არის? მთელი სახლი მოვიარე. ჩვენ გვეკითხებით, ჩვენ ახლა ვარჯიში გვქონდა. ალბათ უბრალოდ თავის ოთახში არიან. გოგოებო,იანა და ლეილა, გაიგეცით ოთახში და დაუძახეთ. მწვრთნელოები დამიჯერეთ, ისინი ოთახში არ არიან. ხო, ესე ერთ ადგილას არ სხედან. მეგობრებო, ახლა კამათი უნდა დავიწყოთ, ცეკვა გავაქცევთ. ჩერლიდერების გამო ყოველთვის კამათია. ხო, პრობლემური გოგოები იპოვეს. მეგობრებო, გოგოებზე ცუდი რაღაცები არ უნდა თქვათ, რომც არ მოგწონით. კარგი, გოგოებო, მოვედით. ახლა დავაკაკუნებთ და რაც მთავარია, ძალიან დიდზე უნდა გავიღიმოთ. ხო, ეგ გავარკვიეთ უკვე. შემიშვით, ბებია ჩემის ტორტს რომ გასინჯავენ, ნამდვილად გაიღიმებენ. მერი, გოგოებო, დაწყნარდით. კარგი, ვაკაკუნებ. ღმერთო ჩემო, საკუთარ თავს რამდენის უფლებას აძლევენ, აქ რა უნდა? ო, მაიკმა ამის უფლება არ მოგცა. შენ გერქმევა საყვარელი, შენ გერქმევა ლამაზი, შენ გერქმევა კეთილი. ზაკ, ვიღაცა გაკუნებს კარზე. ზოი, მე ძახდი.
ზაკ, ვიღაც მოვიდა, კარზეა. ზოი, კარებს უბრალოდ ყველას ვერ გავუღებთ. ზოი, ესენი თინეიჯერები არიან. ზაკ, კარი გავუღოთ, გთხოვ, დავუმეგობრდეთ იქნებ. არა ზოი, არ შეგვიძლია. სალინა თუ გაიგებს, იცი რა მოხდება. სალინა ვერ გაიგებს, არ ვეტყვით. მეზობლებო, კარი გაგვიღეთ, მოვედით რომ გაგიცნოთ, კარგი სურვილებით. ტორტი გვაქვს. ჩემი დიდი ბებიის რეცეპტით, მერი დაწყნარდი. ჯანდაბა გოგოებო, კარს რატომ არ აღებენ? გამარჯობა გოგოებო, ძალიან ლამაზები ხართ. გამარჯობა, რა გინდათ, რატო აგაკუნებთ? გამარჯობა, თქვენი გაცნობა გვინდოდა. ხო, იმედი მაქვს, პრობლემა არ გაქვთ, რომ თქვენი მეზობლები გაიცნოთ. ხო, ბოდიში თუ შეგაწუხეთ, უბრალოდ გვინდოდა რომ გაგვეცანით, კარგი სურვილებით მოვედით. მეგობრობა გვინდა თქვენთან, პრობლემა თუ არ არის. ჩვენ არავის გაცნობა არ გვინდა, ამიტომ აღარ დააგაკუნოთ. ზაკ, გოგოები შემოუშვი, ძალიან მაგრები არიან, თან ტორტი აქვთ. რა საყვარელი გოგოა, რა გქვია? ჩემი სახელია ზოი, გოგოებო შემოდით. ზოი, არა. ზაკ, არ შეიძლება სტუმრები გვყავდეს ერთხელ მაინც? ზოი. მადლობა მოპატიჟებისთვის. მობრძანდით გოგოებო. ვაუ! მისმინე ზაკ, აქ ვისთან ერთად ცხოვრობ? გავიგეთ რომ აქ ორი ბიჭი ცხოვრობდა, მშობლებთან ერთად ცხოვრობთ? თუ აქ ცხოვრობ მე და ზოი, არა, არ არის საჭირო ყველაფერი უთხრა. უბრალოდ მოკლედ უთხარი რომ აქ მე, ჩემი და ორი ძმა ვცხოვრობთ. ზაკ, ყველაფერი შენით უთხარი, ასე ნუ ნერვიულობ. შეიძლება ეს თამაში ვითამაშო, აქამდე ასეთი არაფერი მინახავს. და დაგჭირდება ჩაი და ჭიქები. მოდით ერთმანეთი გავიცნოთ, ჩვენ ჩირლდერები ვართ, მე დიანა ვარ, ეს კნოპა. ნასტია, მე მერი. ყველა ისეთი ლამაზები ხართ, ჩემი უფროსი დაც ჩირლდერია. ზაკ, ისეთი საყვარელი დაკავს, ჩემს დას დანას გავს ძალიან. ხო, ახლა დავფიქრდი, მართლა ძალიან გავს. კარგი, ერთმანეთი გავიცნოთ და წადით, აქ არ უნდა იყოთ. ზაკ, ჩაი არც დაგვილევია და არც ტორტი გვიჭამია. ზოი, მოიტანე ჭიქები და დავლიოთ ჩაი. მისმინე ზაკ, თუ გაწუხებთ, შეგვიძლია წავიდეთ, მართლა უბრალოდ მეგობრობა გვინდოდა. არ არის პრობლემა. ზაკ, ეს შენი ჯილდოებია? შენ რა, სპორტსმენი ხარ? ვაიმე, უცნაურ სახლში შევიდნენ. ხო, მგონი აქ მეგობრები ყავთ. წამოდით, ყველაფერი ბაყაყებს უთხრათ. მეგობრებო, მე შინია. წამოდით. მისმინე ზაკ, ძალიან მაგარია რომ სპორტსმენი ხარ. ჩვენ სპორტსმენები ვართ, ჩირლდერები. ხო, ჩვენი ბიჭები უნდა გაიცნო, ფეხბურთელები არიან. ზაკი კალათბურთელია, ამიტომ ჯობია კალათბურთელები გაიცნოს. გოგოებო, გახსოვთ როგორ მინდოდა რომ კალათბურთელთან ყოფილიყავი? ზაკ, ნუ გრცხვენია, მოდი დალიე ჩაი. გოგოებო, მე ვერავის ვერ შევხვდები, იმიტომ რომ დღისით გარეთ გასვლა არ შემიძლია. უბრალოდ ასეთი წესებია. წესები? ვინ გამოიგონა? იცი რა ზაკ, სულელური წესები გაქვს. ჩვენთან ისეთი სახალისოა, ბევრ ადამიანს გაგაცნობთ. ნასტი არ დააძალო. გოგოებო, თქვენ არ გისმით, წესების დარღვევა არ შეიძლება. ზაკ, მოდი ჩაიდალიე. ზოი, მადლობა. იცი რა ზაკ, წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო. ნახე, მოცისფრო მომწვანო ხარ, იმიტომ რომ მზეში არ გადიხარ, ქუჩაში არ გადიხარ ალბათ. არასდროს დაუძახო ეგ ჩემს ძმას, ყველაზე ლამაზი და კეთილია. მისმინე ზოი, დავინახე რომ ძალიან ლამაზი ოთახი გაქვს. წამო მაჩვენე, კარგი წამო. ეს დაინახე, შენი და გამიბრაზდა. უბრალოდ არ მოეწონა რომ ლურჯი მწვანე დამიძახე. ხო, ბოდიში არ მინდოდა, შენ წყენება არ მინდოდა. კარგი, მგონი ჯობია წავიდეთ, რაღაც ძალიან უცნაური ხდება აქ. ვაუ, რა მაგარია. ეს შენი საწოლია? ხო, საუკეთესო საწოლი მთელ მსოფლიოში. მისმინე ზოი, ძალიან მაგარი დიზაინი აქვს, თან ცოტა უცნაური. რამდენი ხანია შენი დები და ძმები აქ ცხოვრობთ ერთად? ახლა გადმოვედით 96 წლის წინ. რამდენი? ხუმრობ, ხო? ზოი, იცი რამდენია 96 წელი? მოვედი, ზოი, ზაკ. შენი დამოვიდა მგონი. აი, ხმა გავიგე. ხო, ახლა საინტერესო იქნება. გოგოებო, დაიმალეთ, აქ არ უნდა იყოთ, ჩემი დამოვიდა. კარგი, დამშვიდდი. გამარჯობა, მე მერი ვარ. არ მესმის ზაკ, ჩვენ სახლში რას აკეთებენ? უკვე მივდიოდით, ნასტია, მერი წავედით. ნასტია, მიდი დროზე. მოიცადე, არ მესმის, ჩვენ აქ ზაკის გასაცნობად მოვედით. შენ რამე პრობლემა გაქვს? თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ, არავის დაუპატიჟები ხართ. სულელი თინეიჯერები. ეს რას ნიშნავს? კარგი, უბრალოდ მივდივართ, სასიამოვნო იყო. იცი რა? შენი ძმა მე მომწონს. ხო, ის ჩემი ქრაშია და რა, ამიკრძალავ მის ნახვას?
ჩემი ძმა თქვენთან ვერ იქნება. ჩვენ განსხვავებულები ვართ, ზომბები ვართ. ზაკ, ეს სიმართლეა, ზომბი ხარ, რატომ არ ასია, სიმართლეს იძახის. გოგოებო, წავედით. და ზაკ, შენ გიჟი ხარ. არასდროს აღარ მოხვიდეთ ჩვენ სახლში. ზოი? რაღაც ვერ გავიგე, მართლა ზომბია? ნასია, ვფიქრობ, რომ ეს რაღაც სისულელეა, მართლა. კარგი გოგოებო, მოდით აქედან წავიდეთ. ზოი, კარგად? ეს რატომ გააკეთეთ? ჩემი იდეა იყო, ზაკს არაფერი არ უთხრა, გთხოვ, ჩემი ბრალი იყო. ლუზერები სად არიან? ერთი სული მაქვს გავიგო საწავიდნენ ბანი თავიანთი ტორტით. მგონი იმედებს გაგვიცრუებენ. კარგი, ცოტაც დავიცადოთ, ჯერ დასკვნები ნუ გამოგვაქვს. იქნებ ყველაფერი გაარკვიონ. იმედი მაქვს გაარკვევენ. ამ ოთახში ცხოვრება ხომ უნდათ? გავყევით. ყველაფერი გავარკვიეთ. ისინი უცნობ სახლში წავიდნენ, სადაც წასვლის უფლება არ გვაქვს. ეგ თევზები. რატომ რა უნდათ სახლში? მგონი იმ ბიჭებს ბისკაცნობა უნდათ ჩვენ რომ დავინახეთ. ლუზერებო, ვინ შეუშვა? ბიჭები დაინახეთ? იმედი მაქვს აღარ დაბრუნდებიან იმ სახლიდან. არ დაგვინახავს ვინ შეუშვა. უბრალოდ შევიდნენ ტორტით და კარი დაიკეტა. ხო, როგორც კი დავინახეთ, ეგრევე წამოვედით. გული ძალიან ჩქარა მიცემდა. ხო, ძალიან საშიში სახლი იყო. კარგი ლუზერებო, ყოჩახში ასრულეთ, თავისუფლები ხართ. თავისუფლები ხართ. პირადად გვაქვს სასაუბრო. გოგოებო, ახლა უნდა ავარჩიოთ ვის ვუთხრათ. მწვრთნელ ების და მასწავლებელ მაიკს თუ კალათბურთელებს. მწვრთნელების უნდა ვუთხრათ, წარმოიდგინეთ როგორ ეჩხუბება. მე ვფიქრობ, რომ კალათბურთელებს და იკამათებენ ამაზე. ხო, გეთანხმები კალათბურთელებს. გოგოებო, რა ხმებია, რატომ არ გძინავთ? საათი ნახეთ? გოგოებო, დასაძინებლად მოემზადეთ, ხოლო რთული დღე იქნება. ხო, ცეკვა იქნება და მინდა რომ იქ იყოთ. კარგი მწვრთნელოები, მასწავლებელო მაიკ, ახლავე დავიძინებთ. გოგოებო, რა ადვილია თქვენთან? კარგი მაიკ, მეც უნდა დავიძინო. ხამე მშვიდობისა. ძილინებისა. კარგი მწვრთნელიები წავი და მასწავლებელი მაიკიც. ახლა კალათბურთელები უნდა ვიპოვოთ და ყველაფერი მოვუყვეთ. დრო არ დავკარგოთ, გოგოებო.იანა, ამას გრძნობ? საჭმლის სუნია? ხო, და ვინ შეჭამდა აქ? ვინ და ბანი? თან გავაფრთხილე, რომ აქ არ უნდა ეჭამათ. ლეილა, მგონი ვიცი საიდან მოდის სუნი. პიცა ჭამეს არა? კარგი, ავუკრძალავ ყველაფერს. ლეილა, ერთი ნაჭერი რომ ავიღოთ.იანა, ოთახში არ ჭამთ. ხო, რა თქმა უნდა. გოგოებო, ვირთხებო არ მესმის, აქ რას აკეთებთ? სხვადასხვა აქ ცხოვრობთ. ძალიან ცუდი სუნია. თქვენ არ იცახთ, რომ ოთახებში ჭამა არ შეიძლება. ხო იცი, ვირთხებისთვის შეიძლება. ბაჭიები სად არიან? ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ? ველოდებით ჩვენს. ხო, უნდა ავუკრძალოთ ყველაფერი, რადგან ოთახში ჭამდნენ.იანა, ზედმეტი ინფორმაცია. ხო, გავიგე. ოთახში ბიჭებიც არ დაიშვებიან. არა, შეგვიძლია. ჩერილდერებო, ოთახში პიცის ჭამის უფლება ვინ მოგცათ? გესმით, რომ საშინელი სუნი დგას ყველის და პომიდრის? ჩერილდერებო. მომისმინეთ ვირთხებო, კალათბურთელებო, ძალიან დაღლილები ვართ. გვესმის, აღარ შევჭამთ ოთახში პიცას. ტიმურ, მგონი ხვალჯობია ვისაუბროთ ყველაფერზე. ხო, რაღაც უნდა გითხრათ. ამას საიდუმლოდ ვეღარ დავიტოვებთ. საიდუმლო აღარ არსებობს. ხო, ჩვენ ყველაფერი ვიცით. იმ სახლში ვისთან ერთად წახვიდით, ან ვინ შეგიშვათ? რა სახლი? უცნაური სახლი, ვირთხება, უცნაური სახლი. კალათბურთელებო, მაშინ დაგელაპარაკებით, როცა ლეილა და იანა არ იქნებიან აქ. ვირთხება, ოთახიდან გადით. რა? ჩვენ აქ ცხოვრობთ? ვირთხებო, გადით. გოგოებს სალგე უნდა დაველაპარაკოთ. კარგი, დაელაპარაკეთ გოგოებს და ხვალ მწვრთნელების ყველაფერს ვეტყვით. აბადიანა, იმ სახლში რატო წახვედი? ბიჭებს შეხვდი? ჩვენ გავიგეთ, რომ იმ სახლში ბიჭები ცხოვრობენ. ჩვენ რატო არ მოგწონვართ? ბიჭებო, დაწყნარდით. ყველაფერი ეგრე მარტივად არ არის. ხო, და მე ქრაში მყავს. ნასია, სწორი დრო არ იყო. ასე უბრალოდ წახვედით, ხო? ეგრე არ ხდება, ვიღაც მოგწონთ. ჩვენ გავიგონეთ ძილის დროს სიზმარში მათზე როგორ ლაპარაკობდით. მოკლედ, გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ან ისევ ერთად ვართ, ან აღარ ვართ. დაწყნარდით, ვერ გაიგეთ, იქ ლამაზი ბიჭები არ ცხოვრობენ. კი, როგორ არა, ზაკი ცხოვრობს. მოკლედ, ზომბები ცხოვრობენ. ან
უბრალოდ თამაშობენ ზომბებს, ჯერ ვერ გავიგეთ. გოგოებო, რას აკეთებთ? რამდენი წლისები გონივართ, რომ ზღაპრებს გუყვებით. მოკლედ, გოგოებო, შეგიძლიათ ამაზე ხოლმე იფიქროთ. ან შეგიძლიათ სიმართლე თქვათ და ახალი შეყვარებულები იშოვოთ. ჩემ მეგობრებს მოატყუებთ. მაგარია სმაილ, აღარც მისმენ ხო? არც გინდათ რომ გაგვიგოთ. გოგოებო, დღეს როგორ გამოვიყურებოდი ზაკთან? სულელად გამოიყურებოდი, ყველა ბიჭს არ უნდა მიეკრო. არ მესმის მერი, რამე პრობლემა გაქვს? ზაკი მართლა ჩემი ქრაშია. კარგი გოგოებო, ძალიან დავიღალე, მოდი დავიძინოთ რა. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ძარს. ახლა უნდა წავიდე და არ ვიცი ამ უცნაურ სიტუაციას როგორ გავუმკლავდებით. კარგი, მალე გნახავთ, წავედით. კარგად.